რეჟისორი, პედაგოგი, რომელმაც არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღო და რომლის პრეზენტაციაც სულ ცოტა ხნის წინ ერთგვარი დახურული ჩვენება შედგა სახლის ზღვარზე, ასე ქვია, ამ ფილმს და სურათს, რომელიც პირდაპირ აჩვენებს იმას, რომ პასიური საზოგადოება, რომელიც არაფერს წინააღმდეგობას არ უწევს, ყველაფერს ატარებს, საბოლოო ჯამში კარგავს ყველაფერს. ბატონ ლევანი უკვე მზად არის, რომ ჩაგვერთოს, მივესალმები მას. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ ლევან, გესმით ხომ ჩემი? დიახ, გამარჯობა ხალბატონ ნათია. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და მე მოკლედ მოყვები ფაბულოს ფილმის, ძალიან საინტერესო გარემოში ვითარდება სიუჟეტი, როდესაც ოჯახი, ძმა და და ძალიან მშვიდი ადამიანები წყნარად ცხოვრობენ, აი ბუს რომ არავის არ აუფრენენ, მშვიდად განაგრძობენ თავიანთ თანაცხოვრებას და უცებ იქნება წინააღმდეგობა, მოდის მტერი, რომელიც მათი სახლის ცალკეულ ოთახებს იკავებს, ბოლოს ისინი, იმიტომ რომ არაფერს რეაქციას არ აკეთებენ, არაფერს წინააღმდეგობას არ უწევენ, კარგავენ თავიანთ სახლს და რჩებიან გარეთ. ფაქტობრივად თქვენ ამით უკვე თქვენი სათქმელი გამოხატეთ და თქვით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ უთხრათ თქვენ ქართულ საზოგადოებას, რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი და რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება დაიღალნენ, რომლებიც ქუჩაშიც იდგნენ, გამოსულებიც იყვნენ, თავიანთ პოზიციას აფიქსირებდნენ, მაგრამ მათი პასიურობით რა შეიძლება ახლა ყველაზე მეტად დაშავდეს და დაიკარგოს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისთვის. დიახ, მთავარი სათქმელი თქვენ ორად ჩამოაყალიბეთ, ეს არის ეს ამბავი არის იმის შესახებ, რომ უსუსულობა ხელს უწყობს აბორტების გავრცელებას. რასაკვირველია იმის იმედად ყოფნა, რომ თუ თქვენ არ ჩაერევით არაფერში, თუ თქვენ არ გაუწევთ წინააღმდეგობას, თუ თქვენ თავს დაუხრით შემოსულ მტერს, ეს ნამდვილად ვერ შეცვლის არათუ თქვენს ასარგებლოდ მდგომარეობას, არამედ პირიქით ეს მთლიანად ამოიწვევს თქვენ ამოძირკვას. და იმ ყველაფერი ძვირფასის დაკარგვას, რის გამოც თქვენ ერიდებით ხიფაც ვფრთხილობთ, იმიტომ რომ ეს შეუძლებელი არის ის, იმიტომ არის მტერი, იმიტომ არის მომხდური, რომ წაგართვათ ის, რაც თქვენ ყველაზე მეტად გიყვართ და დაისაფუთროს ეს. მე ჩვენებაზეც აღნიშნე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ცხოვრობ შვედეთში, არ მაქვს ყოველდღიური შეხება ამ ადამიანებთან, მაგრამ მე ჩემი სოლიდარობა გამოვხატე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, არ ურიგდებიან ოკუპაცია ისეთი თემა, რომელიც მუდმივად უნდა იყოს წინააღმდეგობის რომელიც მიმართა წინააღმდეგობა ყოველთვის უნდა არსებობდეს. რასაკვირველია, ახალგაზრდები არიან წამყვანი ძალა, მე მინდა უბრალოდ მათ უთხრა, რომ ეს დამღლელია, ეს ძალიან მძიმეა, რასაკვირველია, აქ ჩართულია ყოველთვის აგენტურა, ასე იყო 90-იანებშიც, მაგალითად ჩემ თაობას ამას გაუთავებლად უჭედავდნენ ყურებს, რომ პოლიტიკა ყველაზე ბინძური საქმეა, რომ არ შეიძლება ამაში ჩართვა, რომ ყველა ვარიანტში გაისროებინ. ასე რომ ეფიქრა თუნდაც ჩემი თაობის უმრავლესობას ეს დამოუკიდებლობა არ იქნებოდა, რადგან შევახსენებ მათაც და უფრო შესრულებს ახალი ხელშეკრულება მზადდებოდა მაშინ, რომელიც საბოლოოდ ჩამოგვართმევდა ჩვენ დამოუკიდებლობის
დამოუკიდებლობას. ბატონო ლევან, თქვენ აფხაზეთის ომის მონაწილეც ხართ და ვინაიდან აგვისტოა ის პერიოდი, როდესაც ომის ამ საშინელი ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა აგვისტოს ომიც 2008 წლის სწორედ ამ თვეს უკავშირდება. მე თქვენი აზრი მაინტერესებს ბოლო პერიოდის იმ ნაბიჯებს, რომელსაც უყურებთ, რასაც გams ქართული ოცნება და იყო ასეთი მოწოდებაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს ადამიანს, რომელმაც თავის თვალით ნახა ომის სისასტიკე და უბედურება? დიახ, ერთი რაც მინდა დავაკონკრეტო, რომ მე არა ვარ ვეტერანი, მე ძალიან ურთხილდები ამ სახელს, იმიტომ რომ ჩემ მეგობრებში არიან ნამდვილად ღირსეული ვეტერანები, მე მხოლოდ რამდენჯერმე მომიცია უშუალო შეხება ამ ომის დროს, მაგრამ რასაკვირველია, ომი ისეთი რამეა, რომ ძალიან სწრაფად ხვდები რამხელა უბედურება, რამხელა საშინელება ეს ყველაფერი. ჩვენ რაც ვიცით დღევანდელ დღეს, რომ იურიდიულადაც, რომ ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არის ეთნიკური წმენდა. სავარაუდოდ ეს ერთადერთი ტერიტორია არის მსოფლიოში, სადაც ბავშვებს ეკრძალებათ მათ მშობლიურ ენაზე სწავლა. ეს ძალიან მძიმე მოვლენაა, რასაკვირველია და მე არ მესმის გარდა იმისა, რომ მე ვფიქრობ მართლა, რომ ამ შემთხვევაში ქართველებს ბოდიში არ აქვთ მოსახდელი, მით უმეტეს საოკუპაციო რეჟიმთან, ხოლო ადამიანური ურთიერთობა ეს ორმხრივად უნდა განვითარდეს, ეს ორივე მხრიდან უნდა იყოს სურვილი შერიგების, აქ რასაკვირველია, ორივე მხრიდან იქნა სერიოზული შეცდომები, დანაშაული, რიგ შემთხვევაში დანაშაულიც იყო ჩადენილი, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა ბოდიში მოსახდელი, რასაკვირველია, მე ვერ დავეთანხმები და არ დავეთანხმები ამას არც ერთ შემთხვევაში. მესმის თქვენი პოზიცია და ბატონ ლევან, ვიდრე დაგემშვიდობებით, თქვენ მე მაყურებელს მინდა შევახსენა, რომ ეს ფილმი სულ მალე რომელიმე კინოფესტივალზე მოხდება, ვიცი რომ სტოკჰოლმში გეგმავთ პრეზენტაციას და ჩვენებას, ასევე ვიტყვი იმასაც, რომ რეალურად ეს თქვენი სახსრებით გააკეთეთ და არც ერთი ფონდი ევროპულიც კი არ მონაწილეობდა ამ ყველაფერში, იმის მიუხედავად, რომ თქვენ შეგეძლოთ, რომ შვედეთში ცხოვრობთ და ეს იოლად გაგეკეთებინათ, მაგრამ ქართული ოცნების პირობებში რომ ესეც ლაპარაკო არ ყოფილიყო. ბატონ ლევანი არის რეჟისორიც და პედაგოგიც, უკვე წლებია ცხოვრობს შვედეთში და მასაც და იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან უყვართ თავისი ქვეყანა და შორიდან ალბათ ყოველდღე ენატრებათ ხელისუფლებამ ხმის უფლება ჩამოართვა. როგორი იყო თქვენი რეაქცია? გაბრაზდით, გეწყინათ? ახლა რასაკვირველია, ეს ძალიან შეურაცხყოფელი იყო. ეს არის უკიდურესად უსამართლო დამოკიდებულება ემიგრაციისადმი, რომელიც არ მხოლოდ სავალუტო რეზერვს ავსებს ამ ქვეყნის 10 წლეულებია უკვე. ეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის და ეს სამარცხვინოა. რასაკვირველია, ეს სრულიად საავტორო პროექტია, ეს მე და ჩემი მეგობრების მხარდაჭერით. ასევე საქართველოში უაღრესად მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების და ამავე დროს კეთილსინდისიერი ადამიანების დახმარებით შეიქმნა და დიახ, მე არ მინდოდა, რომ ამაზე არანაირი სპეკულაცია არ ყოფილიყო, რომ ვინმეს დაკვეთას ვასრულებ, მე ან ჩემი მეგობრები ან რაღაცა დამაგვარი, იმიტომ რომ ეს არის ის სათქმელი, რომელიც მე მინდოდა მეთქვა, რომელიც ჩვენ ვთქვით და მე ვფიქრობ, რომ ეს აქტუალური იქნებოდა დასავლეთშიც, იმიტომ რომ ეს შეგუებულობა და წაყრუება დასავლეთსაც ძალიან ძვირად დაუჯდა, როგორც პოლიტიკურ ნაწილში, ისე აკადემიურ წრეებში, მე მქონია მათთანაც შეხება და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი დასკვნების გამოტანის შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. რასაკვირველია, მეტი ყურადღება ჭირდება ემიგრაციას. მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მხოლოდ
საზოგადოებრივ აღრგზე შვედეთის არის ესეთი პროექტი, რომელიც მესამე მეოთხე თაობის შვედ ემიგრანტებზე მოგვითხრობს, რომლებიც თავის დროზე წავიდნენ ამერიკაში და მათ შთამომავლებს ახვედრებს მათ შორეულ ნათესავებს. ასე რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და მისი მომავლისთვის. ასაკვირველია ჩვენ ვიმსახურებთ მეტ ყურადღებას, სწორედ ის ემიგრაცია, რომელიც ამ ქვეყანას გვერდში უდგას დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან. აბსოლუტურად გეთანხმებით და ძალიან ზუსტად მესმის ახლა თქვენი გულის ტკივილი და თქვენი დამოკიდებულება, იმიტომ რომ საქართველოს მართლა სადაყავს დასაკარგი ადამიანები და შვილები და განსაკუთრებით ისინი, რომლებიც გარედან მართლაც ფასდაუდებელ პოზიციას გამოხატავენ და შრომას დებენ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა უფრო განვითარდეს და წინ წავიდეს. საუბარი მაქვს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ, არამედ დიდ ინტელექტუალურ საგანძურს